ეს ჩვენი ბრძოლა, საერთო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის აუცილებლად 1 ოქტომბერს გამარჯვებით დამთავრდება. დღეს ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ქვეყანაში. ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხებია. დეპუტატი, რომელიც არ დადის, არ ხვდება ხალხს, არასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვადაზე ადრე შეუწყვეტება უფლებამოსილება. გადასახადები ძალიან მაღალია. აღარ ვსაუბრობ წამალზე, რომელიც ხელმიუწვდომელია თქვენთვის. დღეს უნდა მივხედოთ ჩვენ არსებულ ქალაქებს და ქალაქებში არსებულ რაიონებს, სადაც ესეთი ტიპის სერიოზული პრობლემები არსებობს. ქართულ ეცნებებს ათ არის ყველა პასუხისმგებლობა იყოს იმ პრობლემის წინაშე, რომელიც თქვენ გაქვთ. სადაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები დაგროვდა ამ წლების განმავლობაში. პირველ რიგში ხა ეს უმუშევრობის საკითხი, რომელიც ნაციონალური დონის პრობლემაა, რა თქმა უნდა, ახაც ძალიან სერიოზულად არის თავს იჩენს, მაგრამ აქ არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული ხრუშოვკის ტიპის ბინები, რომელსაც თავისი ექსპლუატაციის ვადა ამოწურა, იმიტომ რომ დაახლოებით 25 წლით იყო აშენებული, მხოლოდ და მხოლოდ 57 წელია გასული და პრაქტიკულად ეს შენობები არის ავარიულ მდგომარეობაში. სამწუხაროა ის, რომ წინა არჩევნებში და იმის წინა არჩევნებშიც ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობა პირდებოდა, რომ ამ სახლებს დაანგრევდნენ, ახლებს ააშენებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხალხი დარჩა მოტყუებული.